კალაძე გარანტირებულად ციხეში მოხვდება ძალიან მალე, თუ არ დაალაგდა და აქედან არ წავიდა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ახლა თვით გადარჩენას ცდილობს და ამისთვის ფულს იხდის. გვარამიამ 4 ოქტომბრის მოვლენებსა და ჯანგველაძის საქმეში კალაძის ჩართულობაზეც ისაუბრა. ჯანგველაძის საქმე არ დაალაგდა მანამ, სანამ 4 ოქტომბრის ამბავი არ ჩავარდა. კალაძემ დაალაგა იმათთან, ვინც რაღაც ფორმით იყო ამ პროცესში ჩართული, განაცხადა გვარამიამ. კობახიძე ანონსებს, რომ ყველა არალეგალ მიგრანტს საქართველოდან გააძევებენ. მან ამის შესახებ საგანგებო ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ უცხოელების შრომით საქმიანობას 1 მარტიდან მკაცრად შეზღუდავენ. ოცნების ახალ ინიციატივას კობახიძე რელიგიურ პატრიოტული მოტივებით ხსნის და ირწმუნება, რომ ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება მათი უმთავრესი ამოცანაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე წელს მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, სამაგისტროზე კი 60. უნივერსიტეტში მისაღების სტუდენტების კვოტა 13 ჯერ შემცირდა. ყველაზე მეტი 6650 მისაღები ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება. ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა კი 3880 სტუდენტს შეეძლება. კაცი საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ სისტემატურად ჩადიოდა გარყვნილ ქმედებას. თბილისში იორდანიის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების მიხედვით ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ მისი დანაშაულის შესახებ არასრულწლოვანები სხვას მოუყვებოდნენ.